გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ახართ? ეხლა ვიმყოფები ნორმანდიი, ჩრდილოეთ საფრანგეთი. ეს არის ერთადერთი ქალაქი, ნახეთ, ერთადერთი ქალაქი, რომელიც არ იყო დაბომბილი ომის დროს. ზოგადად ნორმანდი მთლიანად განადგურებული იყო, ისე როგორც ეხლა დაბომბილი არის სამწუხაროდ აღმოსავლეთი უკრაინა, ეთელი დონბასი და ასე რომ გასწორებულია მიწასთან. საფრანგეთის იყო ზუსტად ასე გასწორებული, აბსოლუტურად აი დაბომბილი, გაოხრებული და ეს არის ერთადერთი ქალაქი ნორმანდიაში, რომელიც გადაურჩა დამობას და იმიტომ აქ არის აი ეს ძველი უსაყვარლესი სახლები. ნახეთ რა მაგარი რაღაცაა. ძალიან მაგარი სახლები, აი დავდიოდი, მანქანით მოვდიოდი, მე თქვი პატარა არ მინდა ეს ჰაივეების სიარული და გადაწყვეტა თქვენს დაგანახოთ ეს ულამაზესი ქალაქი. ისეთი აი სრულიად შემთხვევით მე თქვი აი ეს როცა მიდიხარ ტრასაზე, აი ეს 130 და მე თქვი რაღაც პატარა ქალაქებით გავვლი და როცა ეს ქალაქიც გავიარ, მე თქვი შიგნით შევა ყავას დავოლებ მე თქვი და ნახეთ რას, აი პროსტა ეზოში შევდივარ, ნახეთ. აი შიდა ეზო, ანუ ეს არის ისეთი, როგორც იყო საფრანგეთი ნორმანდია, სანამ, ну, რა თქმა უნდა, გერმანელებმა ყველაფერი, ამერიკელებმა ყველა დაანგრიეს, ააფეთქეს. ნახეთ რა საყვარლობა არის და შენარჩუნებული არის, ანუ ეს ერთადერთი ქალაქი ნორმანდიაში, რომელიც გადარჩა, ანუ გადაურჩა დაბომბვას, განადგურებას. ხაშ ძალიან საინტერესოა, გეგონება აი ეს ვესტერნის ფილმები როა, ხო იცით, აი ეს კავბოები, ნახეთ რა საყვარელი სახლები არის, ძალიან პატარა სახლები, ძალიან ჯუჯა სახლები და ძალიან საყვარელი სახლები. მოგეთ ძალიან მაგარი ქალაქი არის. კიდევ ერთხელ სურპრიზი იყო ჩემთვის, პირველად ვარ აქ, სულად შემთხვევით, აი ყველაფერს აქვს ბედი რა. და მართლა ძალიან მაგარი არის. რომში ვიყავი, ძალიან ეს სასწაული ქალაქი და იქნებ თქვი გავისერნე, თქვი აი ასეთი კარგი გადახრობა გამომივიდე და მართლა ძალიან საინტერესო. საფრანგეთი არის უსასწაულესი ქვეყანა რა, აი ახლა პატარა სოფელში რო გაჩერდები და ნუ აი 64 ყველგან რა. საჭმელი გინდა ხო საერთოდ ვერ დავიკელი ეს წონა. დავაშვიდები დიეტაზე და ვერ აცხად კბილეულობაზე რომ შემოვთავაზოთ კი არ მინდა მეთქი, მაგრამ სრთულია. ნახეთ ხალხო, რა საყვარლობა, ნახეთ რა საყვარელი სახლი არის. ნახეთ რა საყვარელი სახლი და იქ არის აძარი, ნახეთ. ძალიან ისეთი აი პატარა და ეს პატარა მაღაზიები, პატარა ბიზნესები და ეს ყველაფერი ეს პატარა ბულონჟერი. აი მე და ანა კი მინდა, მაგრამ არ ვიზამ, ნახეთ რა გემრიელობები არის. ვაი. აუ ამას ქვია პარი-ბრესტ. ესმით ამას ქვია პარი-ბრესტ. კატასტროფულად გემრიელი რაღაცა არის. მაგრამ მე არ შევჭა მაგას. იმიტომ რომ უკვე არის 6 საათი. 5 საათს მე არ ვჭამთ. აი დაგანახეთ, ფასები არ გაინტერესებთ, რა ფასები არის საფრანგეთში. აი მაგალითად, ნუ ვაკეში ფასები ხო იცით ყველანი კარგად. აი მაგალითად შეიძლება იყიდოს სახლი 250,000 ევრო. სულ აი ეს სახლი არის 170,000 ევრო. არ არის ძვირი. 230,000 თავისი გერანტით და ყველაფერს. აი ძველებური ქალაქში, აი ამ ქალაქს ქვია ბერნე. ბერნე არის და ქალაქში ღირს 150,000 დოლარი, ევრო, ღირს აი საყვარელი სახლი, თავისი ტერასები და რაღაც. აი ეს პატარა შატოები, ნუ უფრო ძვირია 9 მილიონი ღირს, რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ არცი. აი ფასები, აქ ორი ფასების ნახე, აი რა საყვარელი სახლია, ნახე. 170,000. ეს აი ბასენიანი სახლი 340,000. აგერც კიდე ბასენიანი წყალი 250,000. ეს არა, საფუძველოს ბინის ფასია რა, 250,000-ად იყიდი ცალკე, თქო, აი 325,000 გარემონტებული, გაპრიელებული, გაწრიელებული ეზო, გაზონი, ბასენი, გამზადებული, თავისი რანჩო, მიწა, რამდენი მიწა აქვს? ესე იგი, კაი ხელა მიწა ქეგონია, სახლი არის 163 კვადრატული მეტრი, 7 ოთახი. და არის 325,000 ევრო. ხო ძალიან კარგი არის. და მიწა არის ესე იგი 9,300 კვადრატული მეტრა მიწა არის. მიხვდით? ამ ფასად იმაში სამგურში ვერ იყიდი ვერაფერს. აქაც შეხედეთ, ну, короче, რა.
გადმოდით საფრანგეთში საცხოვრე ხალხო რა გინდათ იმაში საგურამოში იყიდება სახლი და ფასები არის და ვთქვი ხალხო ვერა დალაგებული ჭკუას სხვადასხვა აქ ძალიან საინტერესო არის იცით ვინ მე ვიყურებს ხშირად მე მიყვას არ-დეკო და აი ძალიან საინტერესო სახლია შეხედეთ სასწაული კორბუზიესნაირი სახლი არის აი რა მომწონს ის უყურეთ აი ულტრა თანამედროვე აი 20-იან წლებში აშენებული სახლია აი ნუ ეს რო აშენდა თავის დროზე იყო რაღაცა ვაუ და გვერდზე დგას ეს შუა საუკუნეების სახლი შეხედეთ როგორი კონტრასტი არის ულტრა თანამედროვე და ძალიან ძველებული რა ან ის თავის დროსთვის იყო ვაუ და ეს იყო თავის დროსის ვაუ ძალიან მაგარი ქალაქი აი პატარა საყვარელი აი ტაძარის რომელიც გადარჩენილი არის ცოტათი პატარა ბომბები კი დაეყარა მაგრამ უმრავლესობა გადარჩენილი არის აი ლამაზი პატარა ქალაქის დაგანახეთ იმიტომ რომ მართლა საინტერესო ქალაქი არის ბევრი ხალხი მიდის იქ ჩვენ სწავლობთ ნახოთ რა ხდება იმიტომ რომ აი ყველა მიდის იქეთ რატო მიდიან იქ ვერ გავიგე მაგრამ ჩვენ სწავლობთ და ნახოთ დავათვალიეროთ რა ხდება დრო გვაქვს 100 დარმეჩქარება აბსოლუტურად დღეს ვისვენებ ძალიან კარგი ტრენინგი ჩავატარეთ და თერიაფრით ეხლა ცოტა საქმეების გავურიოთ ესე იგი ნუ მოკეთ ეხლა მოდაში არის სახელმწიფოს უყურს ძახის deep state 24 საათი ოპოზიციას აშარშებს deep state-ია მე ერთხელ თქვი და კიდევ ერთხელ გავიმენ ჩემი მაყურებლების ვინც მიყურებთ ვინც მისმენთ საიდუმლოდ ოღონ არავის არ უთხრათ მარტო თქვენ გეცოდინებათ ვინც მე მიყურებს ანუ პრაქტიკულად თქვენ იქნებით ყველაზე გათვითცნობიერებული ადამიანები ქვეყანაში მოკლედ საიდუმლოს გეტყვით რა არის და ამიტომ ყველა ამაზე ვინ არის ეს deep state-ი სად არის ეს deep state вообще რას je ne sais pas და რა არის deep state-ი და ნუ მოკლედ დასკვნა ესეთი გავაკეთე რომ როცა შეისწავლო კონკრეტულად რაზე ლაპარაკობენ როგორ ლაპარაკობენ ანუ ლოგიკა ხო და ლოგიკა არის ასეთი რომ deep state-ი რეალურად ეს არის რაღაცა ამორფული და რაღაცა უცნობი რაღაცა deep state-ი ეს არის ჩემო ძვირფასო კიდევ ერთხელ არავის არ უთხრათ თუ ვიღაცას ეთქვით აი აქ რა მდინარეს გაგაყოლებთ იცოდეთ აი აქ რომ მდინარე მოჭი რა საყვარელი მდინარე და აი აზრის ქვეშ გამოსამაგრებია ეს თუ გაიგეს თან არავის არ უთხრათ საიდუმლოდ გეუბნებით deep state-ი ეს არის ამერიკული დემოკრატიული პარტია თემა ის არის რომ შევსახარ სახელმწიფოში არ გაქვს უფლება სხვა სახელმწიფოზე ილაპარაკო ან თქვა რამე, იმიტომ რომ ეს რა შენი საქმე არის ეს არ შეიძლება ეგეთ რაღაცებზე საუბარი, იმიტომ რომ ეს ამერიკა არის დიდი ქვეყანა არის და ხუდ მუჩი დუბუშები. როგორ ის პატარა ქუჩები გიშტები. ხო და მოკლედ ახლა საიდუმლო გითხარით. მოკლედ deep state-ი ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატების დემოკრატიული პარტია. ვინაიდან დემოკრატების და რესპუბლიკების შორის ამერიკაში აი კოცნაცის ვარიანტი არის, რო აგიხსნათ მარტივად, დემოკრატები არიან ნაცები. რესპუბლიკელები არიან კოცები. მიხვდით? ფერებში იგივე არიან. დემოკრატები არიან წითლები, რესპუბლიკელები არიან ლურჯ ფერებში. ხო არის ნაცები, ხო არის წითელ ფერებში, ხუთიანი და ასე შემდეგ. ოცნება არის ლურჯი ფერები. მიხვდით რა შეასაკ ფერებში ზერდაერები არიან. მოკლედ მიდის სასწაული ომი რესპუბლიკელების და დემოკრატების შორის. როცა ჩვენ მთავრობა იძახის რომ ტრამპი deep state-ის რამშულობა. სიტყვა deep state-ი შეცვალეთ დემოკრატიული პარტია და ყველაფერი გაიაცნებული იქნება. просто ჩვენი მთავრობა მაგას ფიზიკურად ვერ ამბობს, მაგრამ რო თქვას დაახევეთ თავზე. რას ერები ჩვენ შიდა საქმეებში, გაიგეთ? არა აქვს უფლება, ბოზობს ამერიკა მაინც დიდი ქვეყანა არის. ხო და ეგ არის და ეგ. იმიტომ რომ მე უსმენ და ზოგიერთი ძალიან ჭკვიანი ადამიანი, მართლა ძალიან ჭკვიანი ადამიანი, ისეთ რაღაცებს აპა deep state-იო და რაღაც, აი, მოკლედ ბიჭო, ეს არის რეალობა.
როცა იძახიან რომ ესენი გარეულებიან, ისინი აფინანსებენ და კი არ იძახიან, ვერ ამბობენ რომ ეს არის რესპუბლიკური პარტია და ეს არის დემოკრატიული პარტია. ნუ ოღონდ მაგით ჩვენში დარჩეს, არავის არ უთხრათ. მაგრამ თქვენ უკვე აწი გეცოდინებათ. ეხლა აი მოусმინეთ, როცა მთავრობა მთავრობის წარმომადგენლები რაღაცას ლაპარაკობენ, მნიშვნელობა არ აქვს. სტატია წაიკითხეთ, მნიშვნელობა და აი სიტყვა deep state-ი სადაც არის შეცვალეთ დემოკრატიული პარტიაზე. და ყველაფერი გაიასნებული, რომ ხალხი დაიბნა კაცო ეს deep state ისე და ხალხი გონია deep state არის რაღაცა ესა. რაღაცა სასწაული, რაღაცა. სინამდვილეში არაფერი სასწაული არ არის, ჩვეულებრივად, კიდევ ხა ჩვეულებრივი თემა არის. deep state არის ჩემო ძვირფასებო, ვაიმე დედა. პაჟარია და ჩემი მანქანა არის შუა პაჟარში. იმედია ჩემ მანქანას არც ეიყვანენ. გადავრჩი? პაჟარ კამანდები და პოლიცია და მთელი ამბები და მე მგონი დავრჩი დღეს აქ. მოკლედ ასეთი ამბებია ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მოკლედ ოღონდ იცოდეთ საიდუმლოდ არავის არ უთხრათ. მაგრამ აწი გეცოდინება თუ ვინმე როდეისღაც გითხრათ რაღაცა მთელი ამბებით აი ეგეთ მე უნდა მივხედოთ შემაგას, მაგრამ მე მგონი წავიყვანე და დავიცები ქუჩაში. საიდუმლოდ დაიმახსოვრეთ, არავის არ უთხრათ, აბა თქვენიც.